საღამოშიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო ტელეკომპანია Triality პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. რას ფიქრობენ დღევანდელ პირობებში პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები? რატომ დაიქსახსა მისი დაღუპვის შემდეგ ზვიადისტური მოძრაობა? რას აპირებენ ისინი დღევანდელ, ასე ვთქვათ, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნების წინ? სწორედ ამ და სხვა საკითხებზე გვექნება დღევანდელ გადაცემაში საუბარი, რომლის სტუმრებიც გახლავან. ბატონ ნემო ბურჭულაძე, იგი გახლავთ ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე ბატონ რობერტ პეტრიაშვილი, იგი პოლიტსაბჭოს წევრი გახლავთ, იგი უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმის წევრიც ამავე დროს და ბატონ მანგული ხუბუა, იგიც პოლიტსაბჭოს წევრი გახლავთ. დიდი მადლობა ბატონებო, რომ თქვენ გამონახეთ დრო ჩამოვბრძანეთ გორში და დიდი ხანია, ასე ვთქვათ, რეგიონებში და მთლიანად, ასე ვთქვათ, ცენტრალური პრესით, ცენტრალური ტელევიზიით, ასე ვთქვათ, ძალიან იშვიათად ისმის თქვენი ხმა და ამდენად საინტერესო იქნება ალბათ შიდა ქართლის მოსახლეობის მაყურებლისთვის, რას ფიქრობთ დღევანდელ პერიოდში, რას აპირებთ და სად ახართ? თქვენგან დავიწყოთ, ბატონო. პირველ რიგში მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, ვინაიდან მაყურებელმა კარგად იცის უახლოესი ისტორია თუ რა გადავიტანეთ ჩვენ მათთან ერთად მთელმა ქვეყანა და მინდა მივესალმო განსაკუთრებულად, იმიტომ რომ მრავალი წელია ერთმანეთი არ გვინახავს იმ როგორც დღეს უწოდებენ დეკემბერიანის მოვლენების შემდეგ და რომელსაც სამხედრო კრიმინალური გადატრიალება ქვია, მას შემდეგ იცით მრავალჯერ ჩვენი ხელისუფლების წევრები, ეროვნული მოძრაობის ბევრი წარმომადგენელი, მომხრეები ან საპატიმროებში იყვნენ, ან განდევნილი გახდნენ ქვეყნიდან და მრავალი წლის შემდეგ მოგვეცა საშუალება დაუბრუნებულიყავით სამშობლოში და ამდენად მე ქართველებთან კიდევ მაქვს ჩემი პირადი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ვინაიდან მე ქართლში დავიბადე და ფაქტიურად ბავშვობა ქართლში მაქვს გატარებული. მართალია ხშირად ესე ამბობენ ხოლმე რომ ჩემზე რომ აი თბილისელი რაღაც, მაგრამ მე ყველას მინდა რომ რაიონში ბატონო მე დავიბადე ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ სოფელში, სოფელ ერთაწმინდაში, კასპის რაიონში. ასე რომ პირველ რიგში მხოლოდ მისალმება მინდა და ჩვენს მაყურებელთან და ვიცით რომ ჩვენ ერთად გადავიტანეთ ეს მძუნესი წლები და განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათმა არჩეულმა, ხალხის არჩეულმა ხელისუფლებამ, მისმა მხარდაჭერებმა, თითოეულმა ჩვენთანგანმა ვიცხოვრეთ ისე, გადავიტანეთ ეს წლები ისე, როგორც იცხოვრა მთელმა საქართველოს და მისმა იმ ნაწილმა, რომელსაც უჭირდა. ასე ბატონო, თქვენ ახსენეთ დეკემბერიანის მოვლენები, მაშინ ყველასთვის ცხადია თქვენ თაობის ადამიანებისთვის რა მოხდა ქვეყანაში, მაგრამ მე იმ პერიოდში სკოლას ვამთავრებდი და შეიძლება ითქვას, ცოტა ბუნდოვანი, ასე ვთქვათ, წარმოდგენა აქვს ჩემი თაობის და ჩემზე უმცროსი თაობის წარმომადგენლებს აი იმ დროინდელ მოვლენებზე. იქნებ ძალიან მოკლედ გავიხსენოთ რა მოხდა და რა პოლიტიკური შეფასება მიეცა თქვენი მხრიდან და საერთაშორისო ორგანიზაციები რა შეფასებას აძლევენ აი ამ მოვლენებზე. წამდებით, სწორედ ბრძანეთ, ცოტა უпростაობას ახსოვს, მაგრამ ეს წლები გავიდა და მით უმეტეს მთელი ამ წლების მანძილზე საუბრობდა მხოლოდ ერთი მხარე, ანუ ის მხარე, რომელმაც გადატრიალება მოაწყო და მეორე მხარეს ამ წლებში არ ჰქონდა საშუალება თავისი აზრი გამოვეთქვა. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, თქვენ იცით რომ ჩვენი თაობისთვის, ჩემ თაობას გულისხმობთ, თქვენ უფრო უმცროსი ბრძანდებით, ეროვნული მოძრაობა აღორძინდა მერაბის და ზვიადის დროიდან. მათ დაჭირდათ 30 წელზე მეტი, რომ გამოეღვიძებინათ მთელ საქართველოში ქართული სული, ანუ ის სული, რა თქმა უნდა, ხშირად რომ ეგონა იმპერიაში რომ ეს სული ჩამკვდარი იყო თავისუფლებისაკენ, სწრაფვა და სახელმწიფოებრებისაკენ, აღმოჩნდა მცდარი, გამოჩნდა რომ საკმარისი იყო ორი მამულიშვილი თავდადებული, თავგანწირული გამოჩენილი იყო, ხალხი მათ აყვა და ყველამ იცის, რომ 90 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი მრავალპარტიული არჩევნები და ამ არჩევნებში
დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ. 87%. არა, 87% მიიღო პრეზიდენტის არჩევნების დროს იყო ბატონმა ზვიად გამსახურდიამ, როდესაც პრეზიდენტი გახდა. ჩვენ მივიღეთ 56% დაახლოებით მეათედებში 14 და რაღაცა მეათედებშია სხვაობა. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არ დაგვიმალავს თუ თავარი რა პირობებიც მივეცით ხალხს ეს გამოქვეყნებულია 90 წლის არჩევნების წინა გაზეთებში და ნახონ პროგრამა რომელიც ჩვენ მივიღეთ და ხალხი ნახავს რომ ჩვენი ყველა დაპირება შევასრულეთ რაც მივეცით ხალხს მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებაში 5 მაგივრად 1 წელი ვიყავ და ამ დაპირებებიდან შევასრულეთ თავარი ჩვენ 6 იანვარს როდესაც დავტოვეთ მთავრობის სასახლე დავტოვეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორც დეკლარაციით ისე მსოფლიოს მიერ ნაღიარები და დაშლილი საბჭოთა კავშირი მაგრამ ეს რატომ თქვი მოკლედ რომ გითხრათ ჩვენ კი გვინდოდა თავისუფლება მაგრამ თავისუფლება არ უნდოდა იმ პარტიულ ნომენკლატურას რომელიც მიჩვეული იყო თავის პრივილეგიებს და რომელმაც 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხებისათვის შური იწია და შური იწია არა ხელისუფლებაზე რომელმაც დაამარცხა არამედ საქართველოს მოსახლეობაზე რომელმაც ხმა მიცა არა მათ არამედ ეროვნულ ძალებს რა თქმა უნდა ჩვენ გვინდოდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა თითოეულ ქართველს და სხვათა შორის არა ქართველებსაც ვინაიდან რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ დადებითი პასუხი გასცა 94%-მა საქართველოს მოსახლეობის და ქართული მოსახლეობა კი სულ 67% იყო. ამდენად ისიც წყვილია, თითქოს გამსახურდია არა ქართველებს. დევნი და ვინაიდან ციფრები უფრო კარგად მეტყველებენ ხოლმე ვიდრე ადამიანების განწყობა. ქართულ ხალხს ერთადერთხელ მიწეს შეკითხვა და მათ გამოთქვეს თავისუფლების სურვილი და სწრაფად დამოუკიდებლობისაკენ. აქაც ჰქონდა გამონაკლისი. იყო ერთი ქართველი ედვარდ შევარდნაძე, რომელმაც არ მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმში. რა თქმა უნდა, ჩვენ კი გვინდოდა როგორც უკვე ვთქვი თავისუფლება, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო რო გქონოდა, არ უნდოდა იმ ქვეყანას, რომლისგანაც თავისუფლდებოდით. და აქ მოხდა რა 1991 წლის 21 დეკემბერს აქაც ისეთი დამთხოვა ხდება გორში ვართ დღეს სტალინის დაბადების დღეა ალმა-ატაში შეიკრიბნენ საბჭოთა კავშირის შემავალი ყველა რესპუბლიკის პრეზიდენტები და პრემიერები არ ესწრებოდა მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკები რომელთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და საქართველოსდან არ ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პრემიერი აქ უკვე დაძაბული სიტუაცია იყო რუსთაველის პროსპექტზე განსაკუთრებით და ამ შეხვედრას საქართველოსდან ვესწრებოდით მე და ვიცე-პრემიერი საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი გურამ აფსანძე რომელიც ჩვენი კავშირის თავმჯდომარე გახლავთ დღეს ალმა-ატაში იქ რთული პერიპეტიები იყო სხვათა შორის დახურულ კაცს მიღმა იყო საუბარი ესწრებოდა კიდევ ერთი ადამიანი ეს გახლდათ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი საბჭოთა კავშირის შაპოშნიკოვი იქ იყო დიდი კამათი ამ წესდებასთან დაკავშირებით იცით რომ ამ დღეს ოფიციალურად გაუქმდა გაქრა სოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი და შეიქმნა დამოუკიდებელ ერთად თანამეგობრობა როგორც ეწახიან ან რუსულად ჯობია ვთქვათ SNG რომელშიც იქ დამსწრე რესპუბლიკებიდან ყველა გაწევრიანდა გარდა საქართველოსი ჩვენ იმავე ღამეს გამოვემგზავრეთ ალმა-ატიდან უკან ვინაიდან თბილისში უკვე დაძაბული სიტუაცია იყო და გამომგზავრების წინ რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა არაურაზროვნად პირდაპირ გამოგვიცხადა დილის 8 საათამდე ველოდები გამსახურდია SARS რომელიც დაადასტურებს რომ ხდებით SNG-ს წევრები წინააღმდეგ შემთხვევაში შეგექმნებათ პრობლემა ალბათ ჩვენი მაყურებელი დაგვეთანხმება რომ შემთხვევითი არ შეიძლება იყოს ის დამთხოვა რაც მოხდა არათუ რაღაც კვირეების თვეების თუ დღეებში არამედ წუთებშიც კი რომ ზუსტად 8 საათზე როდესაც ელცინმა ვერ მიიღო მისთვის სასურველი პასუხი ზუსტად 8 საათზე იწყება მთავრობის სასახლის შტურმი ადრე ეს იმალებოდა მაგრამ შემდეგ უკვე რუსეთის პრესა ამათ ღიას აცხადებს და როდესაც ხანდახან შევარდნაძეზე ბრაზდებიან ხოლმე ისეთ პოლიტიკა როგორი სფეროა
ხშირად წამოაყვედრებენ ხოლმე როდესაც უნდა თითი დაუქნიონ, ხშირად აყვედრიან ხოლმე ხომ არ დაგავიწყდა ვინ მოგიყვანა მაგ თანამდებობაზე და ვის ჯარის დახმარების დაჯექი მაგს გამზე ერთხელ და მეორედ როდესაც ზუგდიდში შეიკრიბა დიდი ძალა ეროვნული ხელისუფლების მომხრე. ისე რომ პრინციპი იყო ეს, მხოლოდ ის რომ ოპოზიციას როდესაც აბრალებენ და იქ იმ ხალხთა შორის ვინც უტევდა ადამიანებს შორის მთავრობის სასახლეს იყო ქართული გვარის მატარებელი ადამიანები, აქ გასაკვირი არაფერი არ არის, საქართველოს მოსახლეობა 200 წელი რუსეთის ჯარში დადიოდა, მანამდე ხან თურქეთის, ხან ირანის, ხან მონღოლეთის და ასე შემდეგ. ისე რომ ისინი იბრძოდნენ მტრის ჯარში, ხშირად კვალიფიკაციას აძლევენ სამოქალაქო ომი, ეს იყო სამამულო ომი, ჩვენ ვიცავდით სამშობლოს, რომელიც სწორედ იმ დღეს რეალურად განთავისუფლდა და არა მხოლოდ დეკლარაციით და ის ვაი ქართველები, რომლებმაც ერთი ღამე ვერ გაუძლეს დამოუკიდებლობას საქართველოსი, დილით ტყვიას ესროდნენ საკუთარ დამოუკიდებლობას და იყო შეძახილები და ვაშას ძახილი. ყვირილი რომ თქონა მექნება უბრალოდ რაც შეიძლება მეც საკითხზე ვისაუბრებ და საღამოშობისა მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ ზალი ღია იყო ხომ არ უჯერებდა უკუპენო ყავაზე გადასულიყავით დიახ მე რებეკა, ეს აქ საიდან გაჩნდა? არ ვიცი, მე მეგონა შენი კიდე. ნახავდეს. 4 შაბათს 6 აგვისტოს 9 საათსა და 20 წუთზე სტივენ ბოლდუინი ფილმში სიცოცხლის ფასადი თეატრების ეთერით. ერთი მაგის, ერთ-ერთს გადავჭრი. არა, სკოტ არ გიდა, არაფერი არ გადაჭრა. მოიცადე. ვერ მოვიცდი. გასაგებია დიდი მადლობა. პირველ რიგში მოგესალმებით. დიახ, შედაგისა თქვენო უდიდებულესობა. დაბადების დღეს გილოცავ თქვენო უდიდებულესობა. დიახ, ეს ჩემი დაბადების დღეა. რაც შეეხება შეიძინეთ სამეფო საქორწინო მაისურე, სამეფო საქორწინო მაისურე. ის თქვენი მომავალი დედოფალია. პასუხი სწორი რომ მე და მომეცით ცალკე დაგელაპარაკო. გითხრათ ჩვენ რომ ამის თაობაზე რა უნდა გავაკეთოთ. დიდი ზაღლებით. როგორი დაბადი გადაგვეცეთ, შეძლებელია. მან ჭირდება ქარი, რომელიც 5 შაბათს 7 აგვისტოს 9 საათსა და 20 წუთზე ედი მერფი მხატვრულ ფილმში მოგზაურობა ამერიკაში თრიალეთის ეთერით. სი, იცით რა პრობლემა მაქვს? კაცი ვერ მიყოლია რომ დამაკმაყოფილოს. იმედია წინააღმდეგი არ ხართ რომ თქვენთან ჩამოვჭიქით და ის აღამოა გაგურთებით. პოლიტიკას თვალსადევნად. უნდა იცოდეთ რომ თითქოს ერთი დღე გასულა, მას შემდეგ რომ ჩვენ არ გვეფიქრა ამაზე, არ გვემუშავა, არ გვებრძოლა და აქამდე დღემდე მოვიტანეთ ჩვენი უზენაეს საბჭო და მოვიტანეთ ხალხის ნება. ეს არის უზენაეს საბჭო ჩვენთვის პირველ რიგში, როგორც თქვენ გულის კილში ჩანს, რომ თქვენც ასე უყურებთ, არის სწორედ ის პოლიტიკური ნება ხალხისა, რომლის უგულებელყოფამაც გამოიწვია მთელი ეს უბედურება, რაც ჩვენს დაგვაწყდა მთელ ერს. უნდა გითხრათ თქვენ რადგანაც უხართ ამაზე ვიღებთ თუ არა ჩვენ მონაწილეობას, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ, უზენაეს საბჭოს დეპუტატები არ მივიღებთ არავითარ შემთხვევაში მონაწილეობას, მით უმეტეს არ მივიღეს პრეზიდიუმი, რომელსაც ჩვენ აგერ ორი კაცი წარმოვადგენთ, უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმი და ჩვენ ყოველდღიურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს ორგანო. გასაგებ, მაგრამ მიიღებს თუ არა თქვენი ასე ვთქვათ კავშირი ეროვნული თანხმობის. რაც შეეხება კავშირს, კავშირი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ ვერ დავრჩებოდით და ვერ დავდგებით, ასე ვთქვათ, გულხელ დაყრეფილი ვერ უყურებთ იმას, თუ რა ხდება ჩვენ საზოგადოებაში, რა ბედი მოელის ჩვენს ერს და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შეფასებით დღეს საქართველოს ვეღარ გადაიტანს კიდევ არეულობას, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს თოფის როლამ და ასე ვთქვათ, კიდევ სისხლი დაიღვაროს, ამის გამო ჩვენ ფიქრობთ, რომ საჭიროა ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, სადაც ხალხს მიეცემა საშუალება
და ნება იმისა, რომ გამოხატოს თავისი უფლება, თავისი ხმა, ესე იგი შეინარჩუნოს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს შეუძლებელია, თქვენ იცით, რომ ეხლა მიმდინარეობს სწორედ ეს ბოლოხანები, ესე იგი ძალიან მწვავე დებატები, თუ როგორი უნდა იყოს, ესე იგი როგორ უნდა დაკომპლექტდეს საერთოდ ეს ადმინისტრაცია საარჩევნო, დაწყებული CSKO და დამთავრებული უბნებით და ამას გარდა როგორი უნდა იყოს კანონი. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შეუძლებელია ჩატარდეს ობიექტური დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები, ჩვენ რა თქმა უნდა მას კავშირის იქნება წინააღმდეგი ამისა და გამოვუცხადებთ მას ბოიკოტს აუცილებლად და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას მივაღწევთ. მეორე კითხვა უკვე პასუხი როგორი პრეზიდენტია. როგორი პრეზიდენტია. და ხშირად გამსახურდიას მოიხსენიებენ როგორც პირველი პრეზიდენტი, მე მეკითხეთ, მე არასოდეს არ ვამბობ სიტყვას პირველი პრეზიდენტი, ვინაიდან როდესაც რამე ერთია, მას არ ნომრავენ. და ჯერ მეორე არ ყოლია ეს ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ, ვინაიდან ჯერ ერთი იარაღით დამხობის შედეგად მოვიდა და შემდეგ თუნდაც წინაარჩევნებმა თუ გავითვალისწინებთ რა პროცენტი მოსახლეობის მივიდა და დაუჯერებთ ევროპელებს ან ამერიკელებს, მოსახლეობის მიერ იგი არ არის არჩეული. ამიტომ რა თქმა უნდა სწორედ გახლავთ. გასაგებია, მაგრამ იგი ექს-პრეზიდენტის მომხრეთა ერთი ნაწილი. უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობას. მე მხედველობაში მყავს ქალბატონ მანანა არჩევანზე გამსახურდია და მისი მომხრეთა ჯგუფი. რადგან ისინი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში თუ ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ამით დაფიქსირდება იგივე პრეზიდენტ შევარდნაძის ლეგიტიმიზაციის, ასე ვთქვათ, პროცესი. და ხوار ნიშნავს, რომ თქვენ ასე ვთქვათ, უკვე ლეგიტიმურად აცხადებთ ამ ხელისუფლებას, როდესაც მის მიერ დანიშნულ არჩევნებში. ლეგიტიმურობა აბარია არა რომელიმე ადამიანს, არა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, პარტიას, არამედ ხელისუფლებას, ანუ საკანონმდებლო ორგანოს უზენაეს საბჭოს. აქ უკვე გარკვევითი თქვა ნათქვამი, იყო ნათქვამი, რომ უზენაეს საბჭო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. მაგრამ სოფლიოში არ ყოფილა ესეთი პრაქტიკა, რომ რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში, თუ ის ქვეყანას დემოკრატიასთან რაიმე სიახლოვე მაინც აქვს, შედგებოდეს ერთი რომელიმე პარტიისაგან. ადამიანებს აქვთ, რა თქმა უნდა, უფლება, როგორც ჩვენ ისე სხვას, იყვნენ გარკვეული პოლიტიკური გაერთიანების, პარტიის, კავშირის და სხვა წევრები, კონდეთ თავისი შეხედულება. ამ შემთხვევაში, ჩემთვის მაგალითად, უკვე 12 წელი ვხედავთ, როგორც გავიდა. და ჩვენთვის სულ ერთი არ არის, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ვინ მოვა ხელისუფლებაში. ვინაიდან თუ ჩვენ კიდევ ერთხელ დავთმეთ და დავნებდით და დანებებაა, როდესაც თავისნებაზე მიუშვეთ, ჩვენ შეიძლება რამდენიმე წელიწადში გადასარჩენიც არ გქონდეს არაფერი. ვინაიდან უკვე ვხედავთ, გაიყიდა ხეთხე, გაიყიდა წყალი, გაიყიდა ელექტროენერგია, გაიყიდა აბსოლუტურად ყველაფერი ქარხნები ჯართად და ეხლა უკვე შეტანილია პარლამენტში, დღევანდელ პარლამენტში კანონ პროექტი ყველა სასოფლო სამეურნეო მიწის პრივატიზაციის შესახებ, რომელშიც საშინელებაა ეს კანონი, რომ წაიკითხოთ და მონაწილეობის უფლება აქვს აუქციონზე შესყიდვის უცხოურ ფირმებსაც და ეს გადარჩა გასაყიდი და უნდათ რაც შეიძლება ჩქარა არჩევნებამდე უნდა გავიდეს ეს კანონი როგორმე პარლამენტში. ვინაიდან ეშინიათ არჩევნების შემდეგ ისინი ვეღარ მიიღებენ ამ შემოსავალს და ვერ გაყიდიან ერთადერთ სიმდიდრეს მიწას, რის შემთხვევაშიც ქართველი კაცი უკვე ბოგანო იქნება თავის სამშობლოში და თავის მიწაზე. ამიტომ ისე ვიმეორებ, უზენაეს საბჭო მონაწილეობას არ იღებს. რაც შეეხება სხვებს, ყველა ადამიანი აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული აი ამ პროცესში, ვინაიდან ჩვენ, როდესაც იძახიან გადაგვარჩენს ამერიკა ან რუსეთი, საქართველოს ქართველები არჩენდნენ ყოველთვის. და სხვა მეზობელი იქნება ის უფრო მოცილებული რომელიმე დაშორებული ქვეყანა, ისინი მხოლოდ დაგვეხმარებიან, თუ დაინახეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას. სხვათა შორის ამას წინათ კავკასიის საკითხებში ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა იხმარა გამოთქმა, დავიღალა ამერიკა საქართველოს დაცვით ქართველებისაგან. დღევანდელი ხელისუფლება იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, თუ საწავიდა ის კრედიტები, ის გრანტები, ის 1000 დახმარება მიზნობრივი თუ ზოგადად ჩამოტანილი. ასე რომ ყველაზე მთავარია არ ვიყოთ პასიურები, არ ვთქვათ პოლიტიკა მე არ მეხედა. პოლიტიკა ეხება ყველას, როდესაც პური გაწვირდება, ის არ შეიძლება არ შეგეხოს. როდესაც მხოლოდ რაც შეეხება უცხოეთს, როდესაც მეზობელს თოხნაში მომეხმარებო, ჯერ შენ უნდა გეჭიროს თოხი. ისე მოხმარება არ ქვია.
კიდევ ერთი მაყურებელი ველოდება საღამოშვიდობისა მოგესალმებით. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გთხოვთ დასვათ კითხვა. ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენი თაყვანის მცემლები ვართ და ძალიან გამეხარდა თქვენი დანახვა. შემოგევლეთ, გეხვევით, გეფერებით, თქვენ რჩეულები ბრძანდებით. ითხრა კითხვა დასვათ? კითხვა ჯერ ცოტა ხანი ნება მომეცით ერთი წუთით. მოვეწერეთ ერთმანეთს. ბატონო ნემო და ბატონებო სულ ყველას და წამყვანს კიდე დიდი მადლობა ასეთი სტუმრების მოწვევისთვის. კითხვა ასეთი მექნება, თქვენ რჩევა აღარ გინდათ, თქვენ უკვე გამორჩეული ერებში ითვლებით, როგორც ძვირფასი ხალხი. მე უბრალოდ მაინტერესებს ერთ წუთში ბესარიონ გუგუშვილისა ვერაფერი ვერ გავიგე, ერთი სიტყვით ბატონო ნემო თუ კი შეწუხდებით და თქვენი ცეკვა იმ სიხარულისა მთელი ცხოვრება მეხსოვნება ალბათ. დიდი მადლობა. კარგად საუბრობთ, გიპასუხებთ. თქვენ ბესარიონ გუგუშვილი იკითხეთ და მე მაინც მინდა ქართლის მაყურებელს შევახსენო, რომ შაჰაბაზმა გარკვეული საუკუნეების წინ 170,000 კაცი დაახლოებით გადაასახლა ირანში, დაასახლა კომპაქტურად სხვათა შორის სოფლებიც გაუკეთა, ენა არ დაგავიწყდეთო. მას შემდეგ რაც იარაღით მოვიდა ეს ხელისუფლება, ზუსტად 10-ზე რო გაამრავლოთ, 1,700,000 კაცია გაყრილი და გაგდებული საქართველოდან და მათი ბედი, ისევე როგორც ბესარიონ გუგუშვილი ამ შემთხვევაში, როგორც პრემიერ-მინისტრი საქართველოსი, ყველა ქართველისთვის ერთნაირად ტკივნეულია, თითქოს იმიტომ რომ სხვებს არ ვიცნობთ, მაგრამ ერთნაირად ტკივნეული უნდა იყოს თითოეული ქართველი, რა თანამდებობა ეჭირა, რომელიც სოფლიდან თუ ქალაქიდან იყო. ჩვენ კავშირს მე მინდა ჯერ გითხრათ, ეროვნული თანხმობის კავშირს, თავისი ფილიალები ჩვენ გვაქვს გახსნილი რუსეთის იმ დიდ ქალაქებში, სადაც ქართველები კომპაქტურად ბევრნი არიან, გვაქვს უკრაინაში, ბელორუსიაში, გერმანიაში. იქ არიან ერთიანებული ჩვენი მომხრე ქართველები. საქართველოს რეგიონებში თუ აი საქართველოში საერთოდ თითქმის უმეტეს რაიონებში გვაქვს არის რაიონები დარჩენილი, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, ბესარიონ გუგუშვილი, ისე როგორც მრავალი სხვა ჩვენი დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი, მომხრე საზღვარგარეთ იმყოფება, ბევრმა იცის, რომ ბატონი ბესარიონი გახლავთ ფინეთში და იქ ძალიან აქტიურად შრომობს ჩვენს მხარდასაჭერად. მისი წერილები ინტერვიუები იბეჭდება, მაგრამ გეტყვით საქართველოს საინფორმაციო საშუალებებს ხშირად, როდესაც ქართული ინტერნეტიდან, საიტებიდან იღებენ ქართული საიტებიდან ინფორმაციებს, ყველაზე ხშირად ეხმდნობიან ბესარიონ გუგუშვილის საიტს, ვინაიდან ის ყველაზე სრულყოფილია ქართულენოვანი საიტებიდან. ამას გარდა მან პირადად გააგვიკეთა ჩვენს კავშირს, ჩვენი გვერდი, სადაც ჩვენს შესახებ ყველა ინფორმაციას ავრცელებს ბესარიონ გუგუშვილი და თუ გვინდა დაბრუნდეს ბესარიონ გუგუშვილი, ტარიელ გელანდია იქნება თუ შმალიშვილი, ჩოლოყაშვილი თუ გვარებს უამრავია და რა ჩამოთulis, სწორედ ამიტომაა საჭირო ერთმანეთის მხარდამჭერა და მხარდაჭერა იმ ძალის, რომელიც ყოველთვის ხალხთან იყო და არა ძარცვავდა ხალხს. ასე კიდევ ერთი ზარი გვაქვს ეთერში. საკმაოდ ბევრი მაყურებელი აქვს. საღამოშვიდობისა გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ავარია როდესაც გულგრილი არ არის მაყურებელი. ალო? დიახ, გისმენთ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ეხლა ძალიან კარგი წინადადებები მოგვიყვანა ძველი ხალხის. დიდი მადლობას უხდი, მაგრამ ხომ შეიძლება თქვენ უთხრათ ამ ჩვენ ახალგაზრდა თაობას, რომ თქვენსავით ცოტა გულისხმიერება გამოიჩინონ, ნუ დაერევიან ერთმანეთს სასაცილოდ, ნუ დაუწყებენ ჯოხებით ცემას, ხალხი დაძაბული ვართ. თვითონ ერთმანეთს ვერ ინდობენ, ჩვენ რა უნდა გაგვიკეთონ და თქვენს პირადულ ძველ თანამდებობის პირებსაც სახელს უფუჭებენ და უკარგავენ ყველანაირ მართლაც თანამდებობა იქნება. მე დავამატებ ეს მაყურებლის კითხვას, აი ესე დავამატებ, თუ შეიძლება ოდნავ განვარცო. გუშინ ჩვენ ყველა ნახეთ რა მოხდა თბილისში. მე მაინტერესებს ბატონო მარგული თქვენი აზრი. როგორ არჩევნებს ელოდებთ საქართველოში? აი ამ ფონზე რამდენად შეიძლება რომ იყოს, ასე ვთქვათ,
სამართლიანი თამაშის წესები აი არჩევნებში. ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალება. ო არა მარტო ეს იგივე ძალადობასაც გულისხმობ. ძალადობა. ელი თქვა აი ამ არჩევნებიდან ესეთ პირველ რიგში. ბატონო გოგა, ვიდრე ბატონი მანგული დაიწყებდეს, მაინც მინდა ხოლმე მე უკვე ჩანს რომ უფრო მიცნობენ, თუნდაც იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა. ვიყავი და გარკვეული თანამდებობა მეჭირა ბატონი მანგული გახლავთ გარდა იმისა რომ ჩვენი ეროვნული თანხმობის კავშირის, ანუ შემოკლებით ეროვნულების პოლიტბიურო საბჭოს წევრია, მაინც მინდა გითხრათ ბატონი მანგული გახლავთ დევნილი აფხაზეთიდან და ჩვენთან გაერთიანებული არის დევნილების რაღაც ათასობით ძალიან დიდი რაოდენობა. კაცო გისმენთ ალბათ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩვენი კრედო ჩვენ საფრანგეთში დასახელებაშივე ჩანს ეროვნული თანხმობა და სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ თვლით რომ იმ დროს იმ სისტემაში და სისტემაც იმ ურთიერთობებში რა ურთიერთობას ხელისუფლებამ შესთავაზა საქართველოს როცა ფაქტურად ყველაფერი ერთმანეთს დააპირისპირა რომ მისთვის სამართავი ადვილი ყოფილიყო ეს ჩვენ მოვედით ასე ვთქვათ ახალი ინიციატივით რომ როგორმე თანხმობამ დაპირისპირებულ ნაწილებს შორის რაღაც ძირითადში მაინც დავამყაროთ თანხმობა თუ გინდათ ეს იყოს მიდგომა იმაზე, რა ვქნათ, როგორ გადავიჩინოთ თავი, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებას, რომელიც აშკარად თავს დაგვატყვა. აი ეს არის ჩვენი კრედო და ძირითადი ის, რისთვისაც ჩვენ ვირჯებით. საუბედუროდ ჩვენ ხედავთ ახლა პარლამენტში დღევანდელ განწყობილებას, როცა იქ საკითხი დადგა, რომ სხვებთან თანასწორად ჩვენს მოგცემოდა საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთი ადგილი, რათა შეგრძნებოდა გავიკონტროლებია არჩევნების შედეგები, ამას გარკვეული დაპირისპირება მოყვა ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციებისგან. ესე იგი, ჩავარდა მეორე მოსმენით ეს. არ არის საქმე ისე მარტივად, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მუშაობს, ხელისუფლება ახლა მარტო შევარდნაძე არის, ხელისუფლება სხვაც არის და ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ რომელნაირად აი ეს თანხმობის პროცესი არ წავიდეს ეთქობა. ხო არ ფიქრობთ, რომ თქვათ მესამე მოსმენის შემთხვევაში ჩავარდა თქვათ ეს პროექტი. დიახ, ხო არ მე იქნება ის რომ თქვათ დაიწყება ისე კუჩის აქციები. დიახ, საუბედუროდ სადაც თქვენც იყავით კონკრეტულად. ნაციონალების აქცია მოხსნებული. მოგახსენე. საუბედუროდ ესე იგი ვერ ვიტყვი, ალბათ ვერაცნობიერებენ, მაინც ასე მინდა ვიფიქრო, რომ ის ძალები ვერაცნობიერებენ თუ რა შეიძლება მოყვეს კიდევ ერთ დაპირისპირებას საქართველოში. ჩვენ ამის ნათელი მაგალითად ნახეთ გუშინ ლეიბორისტებთან. ესე იგი ისევ ძველებურად რა დაუნდობლად ურტყავდნენ ერთმანეთს ჯოხებს თუ რაც ხელში მოხვდა. ქართველები ერთმანეთს არ შეიძლება ასე ცხოვრება. ჩვენ ამას რამდენი ხანია ვეჭიჩინებით ამ ხალხს, რამდენი ხანია ვცდილობთ აღუდგეთ ამას წინ, მაგრამ მეტყობა ხელისუფლებაში ძალიან ძლიერია სურვილი, როგორმე შეინარჩუნონ პოზიციები, როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება, რადგანაც მათი ადგილი თუ ჩვენ ერთ შევრიგდით, ქართველები თუ შევრიგდით, ქართველებმა საერთო პოზიციები თუ გამონახეთ, აი ამ ხალხის ადგილი ვინც დღეს ხელისუფლებაში უბრალოდ აი არ იქნება. იმათ ფუნქცია დაეკარგება. აი ამის ეთყობა ძალიან ეშინია. ჩვენთვის მოულოდნელად აი ამ ასე ვთქვათ ამ საწინააღმდეგო ამ ჩვენი აქციის თანხმობის აქციის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა იმ ხალხმა, რომელიც თითქოს ამის მომხრე უნდა ყოფილიყო და რომელიც ჩვენივე რეკომენდაციით ჩვენ დასაუბედუროთ პარლამენტში შევიდნენ ზუსტად იმისთვის, რომ აი ამისთვის ებრძოლათ. აღორძინების პოზიცია კი გამახარდა. მე მყავს ხათოლობაში საერთოდ აღორძინება. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია მათი პოზიცია, რატომ არიან ისინი წინააღმდეგ, რომ იმისა რომ რაღაცნაირად ქართველებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები გამოვნახოთ. ეთქობა აქ სხვა პარიტეტი იყოს, რა თქმა უნდა, თქვენ სწორედ ერთმანეთი დაუმთავრებდა ბატონო, რომ ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში ყველა არჩევნები გაყავდა. ვეთანხმებით, ფაქტურად დღეს მთელი საქართველოში ყველა ოპოზიცია აღიარებს, რომ ყველა არჩევნები გაყავდა. ჯორბინაძე მასალა. დიახ, ამავე დროს არჩევნების შედეგების მიხედვით ითხოვენ ადგილებს. თუ გაყალბებული იყო ეს არჩევნები, მაშინ მის შედეგების მიხედვით როგორ შეიძლება რაიმე ადგილები მოვითხოვოთ. პარადოქსების ქვეყანაში ცხოვრობ. წინასწარ ითხოვენ უპირატესობას საარჩევნო კომისიებში. ვიყოთ ჩვენ ეუბნებით, ვიყოთ ყველა თანასწორად, ყველამ შეგვეძლო. არა, ისინი მაინც ითხოვენ უპირატესობას. თან იწვევენ გადამწყვეტ უპირატესობას, 2/3 უპირატესობას. საოცარია ეს ყველაფერი. ისინი ყოველთვის ხვებს ადებენ ხელს, რომ გააყალბეთ არჩევნებიო. მე გულახდილად მინდა გითხრათ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობდა დღემდე, ყველა მონაწილეობდა გაყალბებაში. სხვათა შორის აჭარაშიც აღორძინებამ რა შედეგები აჩვენა, ნათლად მიუთითებს იმას, რომ ყველაფერი სუფთად არ იყო.
იმიტომ რომ ასეთი პროცენტები ისეთ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც არაფერი არ აქვს საერთო დემოკრატიასთან არც საარჩევნო პროცესებში. დიდი მადლობა ბატონო, ქუჩის აქციებთან დაკავშირებით იყო. აქციებთან დაკავშირებით თქვენგან იყო პატარა შენიშვნა თუ რეპლიკა, რომ ჩვენ ვიყავით აქციებზე, გაზაფხულზე, როდესაც მოეწყო ოპოზიციის, იქ რამდენიმე პარტია მოაწყო. რატომ ვიყავით? ასე რომ ვთქვათ ხოლმე, რომ გაზეთებში იწერება ნემო პორტუგალზე შეეკრა როგორც ჯარში. ყოველ შაბათს საღამოს თრიალეთის ეთერით თავაზობთ ცნობილი კინორეჟისორების სხვადასხვა ჟანრის აღიარებულ ფილმებს. რომ მოდით შევთანხმდეთ. შაბათს 9 აგვისტოს 23 საათსა და 10 წუთზე ბრუს ვილისი და მონიკა ბელიჩი ფილმში მზის ცრემლები თრიალეთის ეთერით. ჩვენ ერთმანეთს მარეთის ოპონენტები და ჩვენი ხალხი ბრძენია და გააკეთებს როგორმე არჩევანს, ვინ ვის ჯობია და შემდეგ ყველა დავემორჩილოთ იმ არჩევანს. ხალხის არჩევანს. ანუ უსისხლოდ დამთავრდება ეს არჩევანი. გითხრათ და ამაზე ყველა დაგვეთანხმათ, დღეს რა არის? მე ეს განვაცხადე, ყოველთვის ვაცხადებ ამას, როდესაც ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან თუ იქვან, იქ ხოდე იმ აქციაზე მისვლის მიზეზიც მხოლოდ ეს იყო. იქ ჩვენ მეტიც ვთქვით. რადგანაც ჩვენ არა გვაქვს იმედი ამ ხელისუფლების კეთილინების და ვაიძულოთ პირდაპირ გადადგომის იმით გამოვიდეთ ერთად. გამოგვხვებით, პირობა მაქვს ეს გამოგვხვებით, რომ მეორე დღეს ეს პირობა აღარ იქნა შესრულებული, მაგრამ დღეს არის საოცარი სიტუაცია. როდესაც აქ ჩამოვიდა ბეიკერი და მე მეუბნებიან მაგალითად, აი, კარგია რომ ის კარნახობს. მე ყოველთვის პასუხობ, რომ ეს რომ იყოს 1991 წელი, როდესაც ჩვენ სახელმწიფო გქონდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს თვითონ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლები ამბობენ, რომ ეს არ შემდგარი ქვეყანაა. როდესაც სახელმწიფო გქონდა, ნებისმიერი ასეთი ჩარევა იქნებოდა ჩემი პირადად როგორც მოქალაქის და მთელი ქვეყნის შეურაცხყოფით. ზოგადად ეხლაც აღიქნება შეურაცხყოფით. თვითონულად, მაგრამ დღეს, როდესაც ამდენი წელი უყურეს, როგორც თვითონ ამბობენ, დავიღალეთო საქართველოს დაცვით ქართველებისგან. როდესაც მსოფლიო დაინტერესდა იმით, რომ აქ ჩატარდეს სხვათა შორის შევარდნაძესთან, როდესაც ოპოზიცია იყო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა, რაც თქვა იმ დროს შევარდნაძემ, იყო ასეთი დაახლოებით კი არა ზუსტად გეტყვით, რომ 1990 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სახელმწიფოებში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ უცნია მსოფლიოს ჩატარებას. ეს იყო ჩემთვის სიახლე, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვეკამათებოდით, რომ თქვენ იარაღით მოხართ მოსული, ისინი იმართლებდნენ თავს, რომ ჩვენ სამაგიეროდ არჩევნები აგვირჩიეს შემდეგ. და ითქვა, რომ მსოფლიოს არ უცნია არც ერთი არჩევნები ჩატარებული და შევარდნაძემ თვითონ თქვა, იქნებ შევქმნათ პრეცედენტი და პირველად საქართველოში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩავატაროთ ერთი სამართლიანი არჩევნები. ეხლა რამდენად სულს მარს, მე არც ისე გულუფრთხილო ვარ ასეთი რამეებისა ძალიან ადვილად დავიჯერო, მაგრამ თავარია რომ ეს ზეწოლა, რომელიც აი ჩვენ შევთავაზეთ სხვა პარტიის ხელისუფლებაზე, რომ ამ ესეთ ზეწოლას ავლენს დასავლეთიც. ვინაიდან? არა იმიტომ, არც იმის მიამიტი ვარ ის მჯერედეს, რომ ამერიკელები ან რუსები, რომელიც შვილს უშვებენ სახლიდან სკოლას რომ ინტერესებს დაირჩიო, ჩემ შვილზე იკლავენ თავს. აქ არის საკუთარი ინტერესები საქართველოს მდებარეობაზე ბევრს საუბრობენ თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და აღარ გავაგრძელებ. ამდენად საინტერესოა ეს ჩარევა, რომ ბოლოს და ბოლოს აქ დაინიშნოს არჩევნები და იყოს ხელისუფლება. ამ შემთხვევაში თუ მართლა დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები, რჩება ერთი პრობლემა, რაც აქ უკვე მაყურებელმა დასვა და არაერთმა მეორემაც მგონი ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რომელსაც ფლობს ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება ეროვნული.
ეს პრობლემა ეს პრობლემა რა თქმა უნდა გადაწყდება თუ ხელისუფლება ეროვნული იქნა და საქმეს დაამტკიცებს და დაეთყობა ქვეყანას მათი ნამოღვაწარი ამ საკითხის გადაწყვეტას ლეგიტიმურობის აღარ დაჭირდება ზარბაზნების სროლა და შეიძლება ეს გადაწყდეს მოლაპარაკების გასაგებია. კიდევ ერთ ეთერში. საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. მინდა ბატონო გოგას დიდი მადლობა უთხრა. ასეთი ძვირფასი გადაცემისთვის და საშუალება გვეძლევა რამდენიმე შეკითხვა მაინც დავსვათ. ეს სწორი იქნება თუ არა. მე მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა ამ თქვენ დამსწრე საზოგადოებას. რამდენად მიღებულიდან მიგაჩნიათ თქვენ რომ აი მთელი ეს ნაციონალურია თუ ოპოზიცია თუ პოზიცია თუ ეს კანცელარია თუ აი ამდენი თვეებით ადრე რო დაიწყო ეს წეწლა გლეჯვა ერთმანეთის თავების დახეთქვა და ასეთი უსაზღრესი სიტყვებით მიმართვა ну თუ მართლა სიტყვის თავისუფლება მარტო იმას ნიშნავს რომ ესე იგი ვილაპარაკოთ რაც მოგვადგება პირზე და ან ყველა ვლანძღოთ ნებისმიერი თქვენ იქნება ის იქნება ეს იქნება როგორ შეიძლება ხალხო ალბათ მოუწოდოთ ერთმანეთს რომ განაცხობით მივახცეთ რამე ჩვენ ვერ გავაკეთებთ არჩევანს ეს ხალხი ნამდვილად ვერ გავაკეთებთ იმიტომ რომ თქვენ პირადად აი და თქვენ მინდა რომ თქვენს დააზუსტოთ ეს როგორ შეიძლება ყველა ერთმანეთს ცემს და რომელია ნამდვილი რომელია მართალი რომელს ვენდოთ აქ მე მგონი არჩევნის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. ჩვენი გადასაწყვეტია ალბათ როდესაც მიხოთ საარჩევნო. ისეთ რა არის ჩვენი გადასაწყვეტი ნამდვილი ხელისუფლება ვის იქნება, მაგრამ როგორ უნდა გადაწყვეტო? აი 10-დან 10-ვე ჩხუბობს, 10-ვე იგინება, 10-ვე ილანძღება. რანაირ შეიძლება აქედან არჩიო რომელი იქნება შეთვის კარგი დაუშვათ საზოგადოებისთვის, არა? დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. მაგრამ აი საერთოდ არჩევნებს უნდა გადაწყვეტოს თავის დასკვნა უნდა გააკეთოს მაგრამ რა თქმა უნდა საბსტან უნდა გადაწყვეტოს ვინ არის საბოლოოდ რა თქმა უნდა იყოს ისეთი პირობების შექმნილი ჩვენ სწორედ ამის თაობაზე ვსაუბრობთ როდესაც ხალხს ესე იგი თვითოულ ამომრჩევლს შეიძლება იქონიოს ზემოქმედება თავისი პოლიტიკურ სიტუაციაზე პოლიტიკური მოვლენები უნდა შექმნას ხალხმა იმ აზრით რომ მას უნდა შეეძლოს მართლაც გამოხატოს თავისი ნება და ის იქნეს დასული ის ხმა. უბედურება ის არის, უბედურება დაიწყო მაშინ, როდესაც ხალხის ნებას დაუწყეს ზარბაზნის სროლა. მაშინ წეგარ ბატონმანებო ბრძანა უკვე ის თაობაზე რომ ჩვენ ესე იგი გადმოგვაგდეს, ხელისუფლები და ჩამოგვაგდეს ეს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ კი არ იყო ეს ბრძოლა მიმართული. ეს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ იყო. ეს იყო მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგანაც რატომ მოხდა რომ ეს გავრცელდა შემდეგ წამოვიდა თბილისიდან როგორც აღმოსავლეთისკენ წავიდა ისე განსაკუთრებით დასავლეთისკენ და იცით თქვენ მე 6 გზის დალაშქრეს მარტო სამეგრელო იმერეცაც ასევე გადაუარეს ეს შემთხვევით არ მოხდარა იმიტომ რომ თქვენ ალბათ მოგეხსენებათ ახლა ჩვენ იმასაკის ახლა ყოველ შემთხვევაში მე ხმაზე ისე ვფიქრობ რომ თქვენ უნდა იცოდეთ კარგად რა ხდებოდა მაშინ 1 თებერვალს ორში გახსოვთ დახვრიტეს მიტინგი თბილისში 92 წლის 2 თებერვალს გეუბნებით. მანამდე რამდენჯერმე იქნა დახვრეტილი, მაგრამ 1 თებერვალს თითქმის 9 მილიონი კაცი გამოვიდა თბილისში. მაშინაც ბეიკერი იყო. მაშინ არ იყო, ეს იყო 26 მაისს ჩამოსული. ესეც ჩვენ ყველაფერი დეტალურად გვახსოვს და ვიცით როდის რა ხდებოდა. 1 თებერვალს გამოვიდა ფაქტობრივად მთელი თბილისი და არა მარტო მთელი თბილისი, იქ მთელი საქართველოს შეიძლება ითქვას და მათ როდესაც დაინახეს რომ ნებას, ასე ვთქვათ, ხალხის ნებას ვერ ჯობნიდნენ, ამიტომ დაუწყეს დახვრიტეს, ესე წინათგეს გამოაცხადეს. ჯაბა იოსელიანმა და გონი კიტოვანი იყო გამოსული და თქვენს პირდაპირ ჩვენ აუცილებლად ხვალ მესვით თუ გამოვლენო ქუჩაში. ხლა ამას რატომ ვამბობ ამის თაობაზე? ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენს ასე ვთქვათ, თავს და ჩვენს ზურგზე გადაიარა ყველაფერი ამალ და ამიტომ არის რომ აი თქვენ გერდებით აი იმაში, აი იმ შემართებაში თუ იმ გულის ტკივილში, პათოში, დიახ რასაც თქვენ ამბობთ და არაერთი მიმართვა გავაკეთეთ. 4 მეგონი 4-ში აგერ მე წამოვიღე მაინც 4 ივლისს თითქოს ჩვენ უკვე ვიცოდით რა მოხდებოდა. მივმართეთ ყველა პოლიტიკურ სპექტრს, აგერ პირდაპირ გვეძებნებოდნენ შეიძლება დაგიტოვოთ ან გადავიდეთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას. ასეთი მიმართვა გავუგზავნეთ, სადაც ვეუბნებით რომ არის
იმაში, რა ქვია, საზოგადოებაში, საერთოდ მთელს რესპუბლიკაში არის ძალიან დაძაბული სიტუაცია. ჩვენ ვიცით რა შეიძლება მოუტანოს ამან, აუბედურება შეიძლება გადახდეს კიდევ ერთხელ თავს, ამას საქართველოს ვერ გადაიტანს, ამიტომ მოუწევთ ყველა ორგანიზაციას, ყველა პოლიტიკურ პარტიას პატივისცემ ერთმანეთს რა თქმა უნდა და მთელ მოსახლეობას ცემ პატივი. ამის გარეშე ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ერთად დავუყევით ვერ გადავრჩეთ. ძალიან ითხოვს მაყურებელი სხვა ქონდა მას რომელსაც არ გაეცა პასუხი, როგორ ამოვარჩიეთო ძალიან როგორ ამოვარჩიეთ ძალიან საინტერესო. იქნებ ძალიან მოკლედ რა. ძალიან მოკლედ. ყველა საინტერესებს. მართლაც როგორ ამოვარჩიოთ დღეს ყველა დღეს ყველა ანალიზად მე ვაშენებ ქვეყანას ამორჩევის კრიტერიუმი ჩემი აზრით დღეს ადვილია. მთელი 12-13 წელი ვცხოვრობთ ჩვენ ამ საზოგადოებაში. შევხედეთ, ვინ რისი გამკეთებელი იყო ამ წლების განმავლობაში. აი, გავიხსენოთ, ვინ როგორ მოვიდა დღემდე, როგორ იცხოვრა დღემდე, სად იყო, რა თანამდებობა ეკავა, რა შეეტყო, რა დაეტყო ქვეყანას იმის გამო, რომ მასე თანამდებობა ეკავა, ამდენი პასუხისმგებლობა, როგორ გამოვიდა ის იქიდან, ისევე როგორც შევიდა თუ უკვე გამდიდრებული, გალაღებული. ბევრი რამე კრიტერიუმი არსებობს, რომლის მიხედვითაც თუ დაუკვირდებით იქნება ჩვენთაგანი, ჩვენ ძალიან მარტივად ავარჩევთ, ვის შეიძლება გასაგებოს. კიდევ ერთ წარ მოსმინოთ მაყურებელი. საღამოში და მისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება კითხვა მაგრამ. ედრა ხვალა, რა თუ შეიძლება არ გისმის. ბატონო ნებო და ბატონო რობერტ, მესამეს ვერ ვცნობ მეთქი და ამიტომ ბოდის მოვიხდი და თქვენ მოგმართავთ ორ პიროვნებას. თქვენი ლაპარაკიდან გამომდინარე გამოდის რომ თქვენ თუ არა თქვენი ხალხი მაინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას. თქვენ როგორ აფიქრებთ? აი ამ უკანონო ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნების შედეგად თუ თქვენ საზოგადოებას მოუწოდებთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რა მოუვა თქვენს ლეგიტიმურობას, რომელსაც აი ამ მთელი 14 წლის განმავლობაში ასე დიდი მონდომებით უფრთხილდებოდით. მადლობთ და გთხოვდით იქნება დარეკოთ 7-60-74-ზე პირადად დაგვესაუბრებით. თქვენ მადლობა რომ დაგვირეკეთ. გონი გაცემული იყო პასუხი და ისე ვიმეორებ, რომ ლეგიტიმურობას ფლობს უზენაესი საბჭო და არა თითოეული ცალკე პარტია თუ ადამიანი და ჩვენ სწორედ იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ როდესაც 91 წლის 9 აპრილს ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, უფრო სწორედ კი არ გამოვაცხადეთ, ამას ერქვა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ჩვენ აღვადგინეთ ვინაიდან წინა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოსამ, რომლის არც ერთი წევრი ცოცხალი არ იყო, დატოვა იურიდიული საფუძველი. ჩვენ ვცდილობთ არ ვიყოთ პასიურები, ვიბრძოლოთ საქართველოს მომავლისთვის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, ვინაიდან დღეს საქართველოში არ არის არც გაზის პრობლემა, არც ელექტროენერგიის, არც ხელფასის და პენსიის. საქართველოში დღეს არის ერთი პრობლემა, უპატრონობის პრობლემა. დანარჩენი ყველა არის შედეგი აი ამ უპატრონობისა და იარაღით მოვრომოვა კაცი ოჯახში, მე მგონი ძნელი მესახვედრი არ უნდა იყოს რა საქმეზე მოდის და სწორედ იმიტომ ძარცვავენ ქვეყანას ამდენი ხანი. ამდენად ჩვენთვის სულ ერთი არ არის დღევანდელი და ხვალინდელი საქართველო, მაგრამ ჩვენ ამ უფლებამოსილებას თუნდაც თუ არ გაამართლა მარჩევნება, შეუნახავთ ჩვენ შულებს და შვილიშვილებს და უფლება არ აქვს. ურთიერთობა მანანა არჩევაძე გამსახურდიასთან და იმ ჯგუფთან, რომელიც ამ ქალბატონის გარშემოა შემოკრებილი, მე ვიცი რომ ისინი კატეგორიული წინააღმდეგი არიან, მიიღო რომელიმე არჩევნებში საერთოდ მონაწილეობა. მოგახსენეთ, ეს ხო რა თქვენ დაპირისპირების ძირითადი განსხვავება რაშია? აქ არის განსხვავება იმაში, რომ ეს ფრთა, ასე დავარქვათ, მოითხოვს, რომ არჩევნები დანიშნოს უზენაესმა საბჭომ. ამ შემთხვევაში მე ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, ეს პირადად ჩემი ხედვაა და ჩვენი კავშირის ხედვა, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ უზენაეს საბჭო დანიშნავს არჩევნებს, ჩვენ ზუსტად მაშინ ვაყენებთ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საფრთხეში ამ უზენაეს საბჭოს არსებობას და საფრთხეს მისი ლეგიტიმურობისას. ვინაიდან დღეს მოსულ ხელისუფლებას აქვს გამოცდილება როგორ მოიგოს არჩევნები და ის ყველაფერს იზავს, თუნდაც დაჭირდეს მძიმე ტექნიკის გამოყენება, რომ არჩევნები მოიგოს. ჩვენ არ მივცემთ მას ამის პატარა მცირეოდენ შანსსაც კი. სწორედ ამიტომ ჯობია რაღაცა თითებზე ჩამოსათვლელმა ასე ფიგურალურად რომ ვთქვა, ადამიანები იყვნენ ცალკე იდგნენ, არ მიიღონ მონაწილეობა, შეინარჩუნონ, ვიდრე მთლიანად დამკარგოთ ლეგიტიმურობა, ან არ მიიღების შემთხვევაში მივცეთ საშუალება, როგორც უნდათ ისე მართონ ქვეყანა. და თუ ჩვენ დავნებდებით და წინააღმდეგობას არ გავუწევთ,
დღეს როგორც ცხოვრობთ 1000 ჯერ უარესად ვიცხოვრებთ, სულ ერთ-ორ წელიწადში შევთ. კარგი, კიდევ ერთი ზარი ეთერში, მოდით მოვსმინოთ მაყურებს. საღამოშიდობისა გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით সকলეს. ბატონო, უდრავ ხომ აღო თუ შეიძლება. সকলეს მოგესალმებით. ნეობურჭულობთ მოხ შეგეთხო თუ შეიძლება. კი ბატონო. აი გაზეთში დავუკითხე, რომ ასლანაბაშიძე ზედრამ სახელმწიფო ეს ძეგლი. ბათუმის ცენტრში. და რატომ არ შეიძლება რომ თქვენმა პარტიამ თუ გაიქნება მოუბათოვიან საქმე და თბილისში წდება. კაცრავთ, ერთი თხოვნა მექნება. ოდნავ მოცილდით ტელევიზორს თუ შეიძლება და ოდნავ ხომ ამაღლა ისავ. ალო. დიახ, გაიმეორეთ. გაზეთში დავუკითხე, რომ ნეობურჭულობთ ნიჟან, ბოდიშიც ასლანაბაშიძე ზედრამ სახელმწიფო ეს ძეგლი ბათუმის ცენტრში. რატომ არ შეიძლება რომ ბატონმა ნეობურჭულობენ და მის ახალახმა რომ კანონიერ პრეზიდენტს აქ გარდაცვლილი ეხება, მაგრამ ძეგლი რო დაუდგეთ თბილისში. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუზე საუბარი, მაგრამ ვერ გავიგე რა საკითხს აყალიბებთ. იქნებ გარკვევით. ალო. დიახ, გისმენთ, გარკვევით, აი ეს გარკვევით. გარკვევით არის ის. გასაგებია. ვიგარნახეს და დიდი მადლობა. ჩვენს ოპერატორებს რომელსაც ვიგარნახეს. ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით იყო კითხვა. სხვათა შორის ისევე როგორც ამ ხელისუფლების ხელში დღეს რომ მართავს ქვეყანას მთავრობის სასახლის წინ მოგეხსენებათ დიდხანს დებს იქ მოძნილი ქვა, რომელსაც აწერია აქ აღიმართება 9 აპრილს დაღუპულთა ძეგლი. რამდენი სასახლე აშენდა აი ამ წლებში და შეუძლებელი გახდა თუნდაც სიმბოლურად პატარა უმნიშვნელო ძეგლის დადგმა. რატომ ვამბობ? ძალიან მალე მოვა ის დრო და მე ჯერ შეგახსენებთ რომ ყველაზე დიდი ძეგლი ზუსტად გამსახურდია უკვე დაუდგა 9 აპრილს დაღუპულებს, მაგალითად, როდესაც 91 წელს ისევ 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო ყველაზე დიდი ძეგლი დაღუპულებისა, რომლებიც რასაც შეეწირნენ იმ იდეას, ის განხორციელდა მათი დაღუპვის დღეს. ასევე მალე მოვა ის დრო, როდესაც არა მარტო ერთი ძეგლი დაიდგმება საქართველოში და არაერთ ქუჩას დაერქმევა სახელი და უფრო შეიძლება მნიშვნელოვან ობიექტებსაც. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს დრო აქვს, თუნდაც შეიძლება დღევანდელ პირობებში ჩვენ არ გქონდეს ზუსტად გამსახურდიას საფლავის საქართველოში. მაშინ, როდესაც უკანასკნელად გახლდით, კიდევ არა უშავდა საფლავის მდგომარეობას გროზნოში და ბოლო ხანს მე არ ყოფილი ვარ, მაგრამ როგორც მითხრეს, თუ იქ ბოლო ხანებში არ ხარ ნამყოფი და უფრო სწორად იმ დანგრევების გამო, რაც გროზნოს მოუვიდა, კარგად არ იცნობ ქალაქს, შეიძლება მიგნებაც გაჭირდეს. ერთი კითხვა აქვს, ნებო, ბოლო პერიოდში, ეხლა ჩვენ საინფორმაციო გამოშვება ანარექსში, თქვენ მოხვდით რამდენჯერმე კადრში, იყავით ქარელის სასამართლოში. ხო, და ხშირად ვეკავდა მაყურებელი, რატო იყვნენ ისინი, იხილებოდა მე როგორც ვიცი, რუისის გამგებლის საქმე, ასე ვთქვათ, მართლობასთან დაპირისპირება აქვს მათ და იქ საბანკო სისტემასთან. რატო ჩაერიათ ამ საქმეში, რატო ესწრებოდნენ? ჩავერიეთ ვინაიდან ჯერ ერთი რომ ამ გამგებელს ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ და გვაქვს ურთიერთობა და დღეს იცით თუნდაც ეს ადგილობრივი არჩევნები როგორ ტარდებოდა, რა დონეზე, რა გაყალბებით, რა ხდებოდა, ეს მოსახლეობისთვის ცნობილია და მოხდა ისე რომ სოფელ რუისში ქარელის რაიონში მე არც ერთ სხვას არ მინდა შეურაცხყოფები ვაყენო, მაგრამ ამ სოფელში გაიმარჯვა შედარებით ეროვნულმა ძალებმა მთლიანად. და რატომღაც დაიწყო განსხვავებულ პირობებში ჩაყენება ამ სოფლისა სხვა სოფლებთან შედარებით. იგივე საუბარი იყო თუ სოფლის ბიუჯეტიდან რამდენი პროცენტი უნდა გადაეცეს რაიონს და რამდენი დარჩეს სოფელს. და ამაზე იყო დავა, თავარი ის არის რომ სოფელ რუისთან არის სხვა დამოკიდებულება და სხვა დამოკიდებულებაა სხვა სოფლებთან, ვინაიდან ახლოვდება არჩევნები და როდესაც სოფლის ხელმძღვანელობა ის ადამიანები, ვისიც სოფელს ჯერა არიან არამათი პოზიციის, უნდათ მათი დისკრედიტაცია, რომ ამ სოფელში იყოს საერთოდ არის მდგომარეობა ვიდრე მართლობასთან ქართლობაში. ჩვენ დავინახეთ ერთი მაყურებელი, რომელიც აცხადებს, რომ სამართლიანობა ირღვევოდა. ისინი კი ბატონო, სამართლიანობა ირღვევოდა კი ბატონო სოფელში და ამიტომ ესე იგი ჩვენ არა მარტო იმ სოფელში, ნებისმიერ სოფელში ჩვენ დაუდგებით
სიმართლეს და სამართლიანობას გიგო. ბოლოს არის ჩვენს ეთერში სულ 4 წუთი გვაქვს დარჩენილი, მაყურებელს ვთხოვ. ძალიან მოკლედ დასვას კითხვა, როგორც თვითონ აცხადებს უზენაეს საბჭოს წევრი. გისმენთ საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ევნახავთ შეიძლება. გამარჯობათ ბატონო რობერტ და ბატონო ნემო. ალეკო ვარდელაშვილი მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ხედავთ ორივეს და ძალიან მინდოდა თქვენთან გასაუბრება. მე ჩემ თავს არ მიცემ იმის საშუალებას, რომ ტელევიზორით რაიმდენიმე საკითხი არ დაგეთანხმოთ. გადაცემის დასრულების შემდეგ. გადაცემის დასრულების შემდეგ იქნება შევხვდით. ჩვენ გვაქვს სულ 3 წუთი ეთერში, მე უბრალოდ შევაჯამოთ ეს გადაცემა. ბევრი შეიძლება გვესაუბრო, მე მინდოდა გვესაუბრო იგივე პრეზიდენტის ერთად იგივე პრეზიდენტის ასე ვთქვათ ძალიან საინტერესოა თქვენ შეფასება ვთქვათ მისი მკვლელობის თუ თვითმკვლელობის შესახებ. საინტერესო თემებია უამრავი დაიწერა ამის შესახებ, მაგრამ მე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოგცეთ სიტყვის საშუალება ბოლო თითო წუთი ასე ვთქვათ რეზიუმეს სახით და ასე ვთქვათ მიმართვა მოსახლეობისადმი. ალბათ ძალიან თქო თითო წუთი. მე ვიტყოდი ძალიან მოკლედ რომ დღეს რაზეც არის ჩხუბი, რომ ჩვენი კავშირი ცხოვრობს ერთ ადგილს საარჩევნო კომისიაში. შევარდნოთ, როდესაც ოპოზიცია შეხვდა და სხვა შეხვედრებზეც, მე ვაცხადებ ყოველთვის. ჩვენ არა ვართ 20 პარტიიდან ერთი. ჩვენ ვართ ორი მხარიდან ერთი. და ამერიკის ძირითადი პოზიცია იყოს მოისპოს დაპირისპირება. დაპირისპირებული ვინ არიან ქვეყანაში მოსახლეობამ კარგად იცის რომელი მხარეები. ამიტომ ჩვენ მეტი რა დათმობაზე წავიდეთ. როდესაც ვთხოვთ რომ დაერქვას თანხმობის არჩევნები და იმ 15 ადგილიდან, რომელიც საარჩევნო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია, ერთი ჩვენ კავშირს, ანუ ერთ მხარეს და 14 თქვენ მასთან დაპირისპირებულ მხარეს. ამაზე მეტი დათმობა ჩემთვის არ მომდგენია. მე მინდა ორი სიტყვით, ასე ვთქვათ, ის გავიხსენო თქვენი ის კითხვა თუ მაყურებელმა თქვა აღარ მახსოვს, ძეგლთან დაკავშირებით და ამით მინდა უპასუხო ეს բոլორა. საერთოდ ადამიანები და ერი, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, უდგავენ ძეგლს უდგავენ იმ ადამიანებს, ვისაც ერისთვის რაღაც გაუკეთებია და აქვთ სურვილი იმისა, რომ თავის მასში თავმავლობად მათ ასე ვთქვათ, უყუროს ყოველ შეხედვაზე, გაახსენდეს როგორ უნდა იცხოვროს, რისთვის უნდა იცხოვროს და რისთვის უნდა მოკვდეს. ხო და როდესაც ჩვენ ძეგლის დადგმაზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია ამ ხელისუფლებამ დაუდგას ძეგლი მას, ვისაც ის ებრძოდა, ასე ვთქვათ, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. ამიტომ ზოგადად გამსახურდიას და მერაბ კოსტავალს ჩვენ უნდა ერთად თელმა ერმა თითო აგური უნდა მიუტანოთ, ასე ვთქვათ, თითო თეთრი უნდა ჩავდოთ იმაში და ერთად უნდა დაუდგათ ძეგლი. როგორც ეს პირდაპირ მნიშვნელობით, აი მერაბ კოსტავალს უკვე ძეგლად ქცეულ ეზოში, მე ასეთი აზრი მაქვს, უნდა დავდგათ მათი ერთად ძეგლი, როგორც აი ილია და აკაკერვარია, ასე იგი პირველი სკოლის წინ თბილისში, ალბათ გახსოვთ ყველას და ეს უნდა გაკეთდეს მთელი ერის მიერ და არა ამ ხელისუფლების მიერ. დღეს ასეთი ძეგლის დადგმა არის შეურაცხყოფა იქნება მათ. ბატონო, ძალიან მოკლედ შეგატონო. წინ მძიმე შემოდგომა გველის, უმძიმესი შემოდგომა ალბათ, რადგანაც ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ყოველგვარი ლიმიტი უთავდება, მან რაღაც უნდა მოემოქმედოს იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა, ის ასე მარტივად არაფერს არ დათმობს ჩემი აზრით, რადგანაც მათ იციან, რომ რაც ამ წლებში წაგლიჯეს ხალხს, მოუწევთ მასზე პასუხისმგებლობა თუ წააგეს არჩევნები, გადამწყვეტი იქნება როლი საზოგადოების, გადამწყვეტი იქნება როლი მოსახლეობის, ამიტომ მე ვთხოვდი მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით დიდი უსწრუნებით, აქტიური პოზიციით არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება კიდევ ერთხელ ჩაითრიოს ქართველი ერი საქართველოს მოსახლეობას სისხლძრო მოვლენებში, რაც ძალიან რეალურია ამ ხელისუფლების ხელში. დიდი მადლობა ბატონებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მომზადდით ორში. სხვადასხვა ძალიან მკვეთრია უკვე არჩევანთან დაკავშირებით. იმდენად მკვეთრია დღეს უკვე შავი და თეთრი, სადაც ადრე იყო შეეცადნენ აჯაფსანდელი გაიკეთებინათ. დღეს არის შავი და თეთრი მკვეთრად გამიჯნული და თუ ვინმეს უნდა რომ დაინახოს სად არის თეთრი და სად შავი, ყველა დაინახოს. გასაგებად დიდი მადლობა ტრიალეთ, თქმა უნდა, ისე მაყურებელია დამოკიდებული ამ შავი და თეთრის გარჩევა, რომელსაც მე მადლობას ვუხდი, ბოდიშვით ბატონო, დასრულდა გადაცემა, რომელსაც მე მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ უყურა ჩვენს გადაცემას. მადლობა იმ ხალხს, ვინც დაარეკა ეთერში, ბოდიში იმ ხალხს, ვინც ვერ დაარეკა ეთერში გარკვეული მიზეზების გამო. დიდი მადლობა, ჩვენ მომავალ სამშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ.